ხმაურიანის სპეცოპერაციის ახალი ექსკლუზიური კადრები ეს ვიდეო მასალა ჩვენმა ოპერატორმა უშუალოდ სპეცოპერაციის დროს გადაიღო. სუდმა თბილისში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით ზაზა აბაშიძე და ირაკლი კვინიტიძე ბიზნესმენის გატაცებას გეგმავდნენ. სანაცვლოდ კი ოჯახის წევრებისათვის $100,000 უნდა გამოეძალათ. საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსით კიდევ ორი პირი, რამაზ მოძღვრიშვილი და გულადი გოგუჭული ფიგურირებენ. ერთ-ერთი ვერსიით გამტაცებლები ბიზნესმენების ოჯახისათვის ფულის გამოძალვის შემთხვევაში მის ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ. ჩინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 2005 წლის შემდეგ ეს არის ადამიანის გატაცების პირველი მცდელობა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით ძველად ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე ქალაქ თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი ზაზა აბაშიძე და ჯგუფის წევრები ირაკლი კვინიკაძე, რამაზ მოძღვრიშვილი და გულადი გოგოჭული. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. დავგეგმეთ, რომ სახლი და რომ გამოვიდო და გაგვეჩერებინა და წაგვიყვანა მუხიანში წინასწარ ნაქირავები სახლში. გავაკეთეთ ყალბი მილიციის საბუთები, რომ ადვილად გაგვეჩერებინა მანქანა და გამოუყოლო და ვიყიდე ნარუსნიკებიც. ის გვერდზე მეკიდა ნარუსნიკები, რომ დაწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მართლა მილიცია ვიყავით რა. улица Любляна, когда я выезжал из дома. როგორც კი სახლიდან გამოვედი ლუბლიანას ქუჩაზე, ჩემი მანქანის პარალელურად გამოვიდა ოპელის მარკის ავტომობილი, საიდანაც წარმომიდგინეს პოლიციელის მოწმობები და მიბრძანეს გავჩერებულიყავი. მაშინვე ეჭვიშემეპარა, რადგან მათ ძველი ლურჯი ფერის მოწმობები მაჩვენეს. სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა ლუბლიანას ქუჩაზე ჩაატარა ფარული სატელეფონო და მანქანაში დამონტაჟებული მოსესმენი აპარატურის ჩანაწერები. დგინდება, რომ ზაზა აბაშიძესა და ირაკლი კვინიტიძეს პოლიციის თანამშრომლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობები ჰქონდათ. ისინი ქალაქში 07 მარკის მანქანით მოძრაობდნენ. სქემის თანახმად მათ ბიზნესმენის ავტომობილი უნდა გაეჩერებინათ, თავი პოლიციის თანამშრომლად წარადგინათ და ამის შემდეგ სამიზნე გაეტაცებინათ. უკვე მზად იყო კონსპირაციული ბინაც, სადაც ბიზნესმენს დაატყვევებდნენ. მანქანაში, რომლითაც ბრალდებულები მოძრაობდნენ, რამდენიმე სანომრე ნიშანი და ტაქსის ტრაფარეტები აღმოაჩინეს. ნომრებს ავიღებთ, ბაზარია. მივallt იქვა ახლოს სახლთან. მანამდე ჩვეულებრივი ნომრებით. ხო. სახლთან შევსულით ერთ მანქანაზე ნომრებს, რომელიც წინ დაუდგება ამას. გამოვიდა ხო? გადაასვლა მანქანამ წინ და უცად მიუდგა მეორე. რომისვინეთ ახლა ესე იგი. ვაჩერებთ, გადავდივართ. ვისთე კარგად დაიკერებთ ოფიციალურად რა. მანქანაში ვისვამთ. ხო. ნარუჩნიკებს ვადებთ. მანქანაში ქუჩაში არა. თავისივე მანქანაში ვადებთ ნარუჩნიკებს. რომ ვაფშე იზმენებში წავიდეთ. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია შეთქმულიანზე. ეგ უნდა მოვასწრო სადღაც პირველ საათამდე 2 საათზე იქ სადაც მიდის ხოლმე, ეგ უნდა მივადგეთ უკვე. თქვენი რაც იქნება, პროსტა იქიდან სადღაც აი აქეთ გამოვიდეთ მანქანით, რომ მე გადავაპასახოთ მანქანაში. ხო. ის კაცი ორი კვირა რომ ჩემთან იჯდება. სამი ერთი თვის შემდეგ წავა ფაქტურად ზებნა. დაიგე? რატო და მესამედოსაც არ მოიკითხა მე ბატონო. ბიჭო, მოიკითხავენ, მაგრამ სად გაქრა დაიგე ახლა ჩვენ. ჩვენ თანხას ამის მიღებ ზუსტად რომ იცოდა ხეიმაზე მეთქვა მას. გასაწევი მან არაფერი არ აქვს. ჩვენ ვიღებთ სულ 4 კაცი ვიღებდით, ჩვენ გაცილად მოდაგილას 4 კაცი ვიღებდით ჩვენ სტოტიში. ხო. მე უშინ ჯელას უთხარის ნო 5-5000 გამოვა ეს 4 კაცი. ხო. 4-ველი გამოვა 4-ველი. და შეგხვდება 20,000 ორივეს.